ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, რა თქმა უნდა, არის ძალიან სამწუხარო ამბავი, რომლის გამოც ხელისუფლება არ უნდა იყოს წესით მმართველობის სათავეებთან 13 წლის შემდგომ, მით უმეტეს ყველა იმ არადემოკრატიული ნაბიჯის შემდეგ, რასაც ერი ხედავს. ამ ქვეყანას საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლების შემდეგ ყოველთვის ჰქონდა პრობლემა რუსეთის ფედერაციასთან და არა მარტო ამის გამო ცხადია, ჩვენ ყველა ნებისმიერ სახელმწიფოს განვითარებად ღარიბ ქვეყანას სჭირდება ბუსტი იმისათვის, რომ განვითარდეს. ევროკავშირი არის თავისუფალი ბაზარი, ასევე თავისუფალი მიმოსვლა ადამიანებს და ბიზნესებს შორის და ყველაფერი ის, რაზეც დაფუძნდა ეს გაერთიანება ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც უსაფრთხოების გარანტია, რადგან ევროკავშირის ქვეყანა არადოს არ ყოფილა ომში და არადოს არ ყოფილა თავდასხმის ხელფლის სხვა ქვეყნისგან, ისეთი ძილერისგან თუნდაც როგორც რუსეთია და ასევე რა თქმა უნდა ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა. Თქვენი პირადი აღქმება როგორია, ემოციები როგორია, როცა კოპახიძეს მოусმინეთ უზარმაზარ მემბერს და მათ თქვა რომ ვაჩერებთ. ეს იყო ფარსი პირდაპირ მნიშვნელობით, რადგან ყველა მიცის რომ თითოეული სახელმწიფოს მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის სჭირდება მინიმუმ 4-5 წელიწადი. მოლაპარაკების პროცესი ძალიან გაწელილია, რადგან სამართლებრივი სტრუქტურა და ჰარმონიზება სჭირდება სამართლებრივი სისტემების და ასევე სხვა სისტემებისას, ეკონომიკური სისტემის და მოლაპარაკების პროცესი ძალიან ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ერთ-ორ წელიწადში ვერ მოესწრება ვერავითარ შემთხვევაში და ამიტომ ყველა ის განცხადება თუ რომ 2028 წლის შემდეგ შესაძლებელია ამ მოლაპარაკების თავიდან დაწყება არის აბსურდი. ქართული დიპლომი შესაძლოა დაემუქროს მას საფრთხე და ევროპაში და ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე განვითარებულ სახელმწიფოებში, სადაც გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ესტონეთის და სხვა განვითარებულ უნივერსიტეტებში ქართული დიპლომი აღარ მიიღება და აღარ მიიღება ამ შემთხვევაში დაკარგავს იმ ფასს, რაც საჭიროა. და როდესაც მიხვალ ქართული დიპლომით, არ ჩაგთვლიან კონფერენციურ ან იურისტად, ან ექიმად, ან რომელიმე სხვა პროფესიის წარმომადგენლად, ეს პრობლემა ჩვენთვის კონკრეტულად. პლუს გაცვლით პროგრამებიც, რომელიც ევროკავშირის პირდაპირ დაფინანსებითაა, ერასმუს პროგრამით გაკეთებული, ისიც საფრთხის ქვეშაა და ზოგადად წმენა დაიკარგა იმისა, რომ მომავალი შეიძლება იყოს ნათელი. ხოლო ახალგაზრდებს ეს სჭირდებათ, ახალგაზრდებს აქვთ ენერგია, რათა ჩაერთონ ამ პროცესებში და თუ მათ წმენა არ აქვთ ნათელი მომავლის, მათი ერთადერთი არჩევანი იქნება ქვეყნიდან წასვლა. და ამის პროცესს ეს პროცესიც მიმდინარეობს სამწუხაროდ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ, რადგან დასავლეთთან ინტეგრაციის გარეშე თქვენ სახელმწიფოს არის დამოუკიდებლობა, შერჩება დიდი ხნის მანძილზე და თან ნორმალური განვითარება შესაძლებელია მხოლოდ დასავლურ დემოკრატიულ სისტემებში.